გამარჯობა, ეთერშია ტვინის გასაღების 57 ეპიზოდი. მე გახლავართ საბა ჯანაშია, ამ გადაცემის წამყვანი და წარმოგიდგენ თორნიკე ბაღათურიას ჩემთან წამყვანს. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა საბა. ქვეყანაში მოკლედ არ გვასვენებენ სერიოზული აქტუალობა. ჩვენ ქვეყანას ზოგადად და აქედან იქიდან მილიონი მტერი ვიტევს. კი, ხო. თუ გინდა შიდა, თუ გინდა გარე. არ ჩერდებიან, ხო. მაგრამ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იცი, რაც პრობლემა არის და რაზეც ხაზი უნდა გაუსვან ტელევიზიებმა, ანუ თუნდაც ვითომ ოპოზიციურმა პარტიებმა, ისინი ამაზე არ ლაპარაკობენ. რაღაცა მოგონილ თემებს აშუქებენ და აქცენტს იქით აკეთებენ, რაღაცა პრიმიტიულ თემებზე. ნუ ეს ხო ახალი არ არის, ესენი სულ ესე არიან და აი ხა რამოდენიმე დღის წინ, ერთი კვირის წინ სადღაც დაახლოებით, თურქეთის პარლამენტის 4 ოპოზიციურმა პარტიამ მთავრობას მოთხოვა, რომ აფხაზური პასპორტები აღიარონ, ასევე ემბარგო მოუხსნან და განაცხადეს ესეთ საინტერესო განცხადება გააკეთეს, რომ 1993 წელსო საქართველომ მოინდომა აფხაზეთის ოკუპაციაო და აფხაზებმა გმირულად იბრძოლესო და ეს ანუ დამოუკიდებლობა მოიპოვესო. აი წარმოიდგინე რა აბსურდი არის, ხო? აი როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოვინდომოს ჩვენ, ეს ხო სრული აბსურდია. და ძალიან სახიფათო განცხადება ეს და ეს დიდი ალბათობით ერდოღანთანაც იქნება შეთანხმება, იმიტომ რომ არ ხდება ესეთი განცხადებები ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე კეთდებოდეს. ზოგადად ესე არის, ზოგადად ესე ხდება, მაგრამ შეიძლება ეხლა ეს გამონაკლისი იყოს, მაგრამ ნუ მე ამაში ეჭვი მეპარება და ჩვენთან ამაზე დუმს ყველა ტელევიზია. საერთოდ თითქოს ეს არ ხდება და თითქოს ეს რუსეთს, აფხაზეთს, თურქეთს არ გაუკეთებია. იგივე რომ რუსეთს სიტყვაზე არ ვარყო და აღიარდო რუსეთს იქნა ხო ხდება აქ რა ამბები ატყდებოდა. და თურქეთზე რაღაცა რატომღაც ყველა დუმს, ყველა ხმას არიღებს. აი ეს ოპოზიციური პარტიები, ტელევიზიები ან სახელმწიფო პარტიები, ტელევიზია ნებისმიერი, ხო ყველა დუმს ამ თემაზე. არა და ეს არის ძალიან სახიფათო განცხადება. ხო და რატო გიკვირს რომ ხდები, ანუ ოპოზიციური ესენი ვინც არიან, ჯგუფები ვინც არიან, გინდა ტელევიზია გინდა ის იასნია რომ მაგაზე ხმას არ მოიღებს და სანამ რამე არ გამწოდება, სანამ რაღაცა არ იქნება რომ მე ხელი გამოიშვიონ რომ აინახეთ რა ხდება, ეგ არის მაგათი ინტერესი და გასაგები არის ამაზე, მაგრამ ზოგადად ეს ზნედაცემული 4 პარტია ვინც არიან, წარმოვიდგინე რას კადრულობენ, ვაფშე რაზე მიდიან და ეგეთი რაღაცები ძალიან წარუმატებლად თავდება მილიონი გვინახავს. იმიტომ რომ მან სიმართლის არანაირი მარცვალი არ არსებობს. და ჩემი აზრით არაფერი არ მოხდება და ესე პირდაპირ და ესე ვერ დაგვიპირისპირდება თურქეთი, იმიტომ რომ არ არის რა. ხო და ირიბად გვიპირისპირდება, ეგაა სახიფათო, მაგას ვიძახი ზუსტად. როგორც ერდოღანი ხალხ ხო იყო მომენტები რომ გამოდიოდა და ვერ ძახდა რომ აჭარა ჩვენია. მაგრამ ამაზე აფხაზეთზე ვერ საუბრობ. აფხაზეთ რატოა ძალიან სერიოზული აფხაზეთი შავი ზღვა ხო, ეს აკვატო ამისთვის მიდის ხო ომი ეხა ხო უკრაინაში. ეს ნაწილია ამ ისტორიის ნაწილი არის რა და ყველა ცდილობს თავისი რაღაცა ლუკმა აიღოს. და იგივე ხდება ეხა აფხაზეთს. აფხაზეთზე ერდოღანი პირდაპირ ესე ვერ გამოვა და ვერ იტყვის ამას და სხვა სალაპარაკებს რა. ნუ სავარაუდოდ მე ჩემას ვიძახი. ხო და ამაზე ეს არის ხო მთავარი აქცენტი აქ ის უნდა გავაკეთოთ ჩვენ რომ უბრალოდ რაც მნიშვნელოვანია, იმაზე არ საუბრობენ. რაც რაღაცა უნიშნულო, იმას უფრო დიდ აქცენტებს აკეთებ, ოღონდ ეს სულ ესე ხდება. და ელოდებიან მომენტს, რომ სად რომ რამე რომ აი რამე რაღაცა სათქმელი არა აქვს და იგონებიან და მაგას აპარაკობენ და სათქმელიც არის იმას არ ლაპარაკობენ. აი ისინი რო არიან, აი ვითომ პოლიტიკოსები და ინფლუენსერები რო არიან, აი თუ გახსოვს სირიის და ვენესუელას აღიარების პოლიტიკას შევაცვლებინოთ რომ კვირდებოდნენ რა, ინფლუენსერა პოლიტიკოსები იცი ვიზეს ვიძახი. აი ეს საზოგადოება ჯერ ამაში ეტყობათ რომ პრიმიტიულები არიან და საერთოდ პოლიტიკა ზედაპირულადაც კი არ იციან. მაგრამ ამას ხო აფხაზეთზე ხო რაღაც სენტიმენტურ თემებზე საუბრობენ. ამაზე რატო არ იღებენ ხმას? აი ამ სახიფათო განცხადებებზე და მოკლედ მავნებლები არიან. მე უბრალოდ მინდოდა ამაზე ეს ხაზი გაგვესვა რომ მაყურებელს ენახა რომ აი ეს ძალიან ბევრის თქმელი არის ეს თვითონ ეს თურქების ეს ამ ხრივ და ამ დროს გააქტიურება. და ამას ეს რას დაემთხვა, იცი? ბარამიძის განცხადებას ერთად ეს კოალიციაში მოდის ერთმანეთთან. ხო და ზუსტად ეხა მაგ ვიდეოს ვეძებ, ეგ მინდა ჩავრთვა უბრალოდ რასთან გვაქვს საქმე. მე კი არ მიკვირს და აღარაფერი აღარ მიკვირს ამ ხალხისგან, მაგრამ ეს ძალიან საეჭვო დაემთხვა ერთმანეთს ბარამიძის განცხადება, ეს სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის და თურქების ეს განცხადება. აი ძალიან საეჭვოა ხო ერთმანეთს. აი მინდა რომ ჩავრთვა ეხა ბარამიძეს შეხედა, უბრალოდ აი ამ რეებიც იკადრა ამ კაცმა ვაფშე რეებიც ილაპარაკა და ანუ აი ეგ რეებიც ხნა ხო ზუსტად ვიცი წინა გადაცემაში ვთქვით ამაზე და მთელი საქართველო მაგაზე ლაპარაკობს. აი მოღალატერო არის ეს სულით და ხორცით. კლასიკური მაგალითი. მე მინდა უბრალოდ ხალხს მოუწოდო აი ამ ვიდეოს უყურეთ და როგორ შეიძლება აი ადამიანი იყოს ყველანაირი ნამუსის ზარღვი გაწყვიტოს და
პირდაპირ უტიფრად შენ დაგაბრალოს ისაც თვითონ ლაპარაკობს, აი ეს ვიდეო არის მაგის ძალიან კარგი მაგალითი და შეიძლება ჩავერთოთ მოусმინოთ. ომის დროს, როდესაც ადამიანს დედა ყავს მოკლული, ძმა ყავს მოკლული, მტერს არინდობ, ტყვეს არ იყვან და ხრეთ. ეს განცხადება არ აზიანებს ქვეყნის ინტერესს, ბატონ გიორგი. შეურაცხყოფა არ არის იმ ადამიანების მისამართით, ვინც იქ იბრძოდა და ომის დანაშაულს საუბრობთ თქვენ ახლა. პირიქით, ამაზე საუბრობს ეს მოღალატური რეჟიმი. თქვენ დაადანაშაულეთ, ბატონ გიორგი, როდესაც საუბრობდით, რომ ქართველები ჩვენები ტყვევებს ხრეთნენო. არა, ეგ არის მტკნარი ტყუილი, რომელსაც ტევენ ადეჯდაც და სხვა კრემლის სამსახურები, ეს ყველაზე უფრო კორექტულია, რაც შეიძლება თქვენს ტელევიზიას ვინმე რამე უწოდოს. რაც თქვენ თქვით, ამას ახლა ჩვენ გვადანაშაულებთ. კრემლი თქვენ გაქებთ, ბატონ გიორგი და ჩვენ რუსებს რადანაირად გვეძახთ. თქვენს რეჟიმს, კრემლის რეჟიმს ვადანაშაულებ ტყუილების გავრცელებაში. სახელ და გვარი რომ გვითხრათ, ერთი მებრძოლის, რომელიც ამბობს და ამოწმებს თქვენ ნათქვამს, რომელიც ამბობს, რომ რაც თქვენ თქვით, არის სიმართლე. ეგ რაშვაშია. თორნიკე ვახსენე იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ვისთანაც ერთად მის რაზმში ვიბრძოდი, თორნიკეა, თუ ამაყოფ იმით, რომ ყოველთვის ლაპარაკობს სიმართლეს. მე ყოველთვის სიმართლეს. აი რა თაღლითი არის და როგორი არის არასწორი პიროვნება, მართა ტიპიური მოღალატე. ჯერ კაცი თუ ხარ. წინაგადენ გახსოვს, რომ საუბრობდით, რომ ამ ბოდიში მოხდეს აღიარებოდა, მithumeτε საჯარო ბოდიში მოხდეს, მაგას ჭირდება გამბედაობა და კაცობა ჭირდება. ზუსტად ამას აი კაცობა არ გააჩნია. აი ძალიან მარტივად ხო შეეძლო გამოსულიყო მეორე დღეს და რაღაცა წამოცთენა, რაღაცა აი ხო ხდები, თქვა რომ საქართველოს ბოდიში მოეხადა ყოველთვის ბოდიშით მე რაღაცა წამოსა უხეშად გამომივიდა და მაბატიეთ რა შემეშალა. ამით ხო თემა დაიხურებოდა იმ წელს არც საქმე აგეძრებოდა ამაზე არც არაფერი არ მოყვებოდა ხო მეტი და ეს თემა ჩაიხურებოდა всё გავაგზავნებდით ცხოვრებას ეს ამაზე ისე ვიცით ვინც არაფერი არ შეეცოდა მაგრამ ხო მიხდი არა ბიჭო მოდი და ესე ნაგლად ისე არ მithქვამსო თან მაგ ინტერვიუშიც იმეორებს რომ რაც თქვა იმას მაგრამ თან არ უთქვამს აი ხა პირდაპირ ეუბნება რომ ეს განცხადებაო თქვენ თან გაიმეორე რა ხო ანუ თვითონ გაიმეორე რა ხო და არ ეს განცხადებაო სახიფა თუ არ არის და საფრთხეს არ უქმნისო გასო ქვეყანასო და არაო საფრთხეს უქმნის ისო თქვენო ხო ნადეჟდაო და რა ნადეჟდა და რა ის ანუ გონია რომ ეს ხალხი ანუ შტერია და ვერ ხედავს არ ესმის და აზრი ვერ გამომოქვთ თუ რა ანუ ეს კაცი არის რომელიც იცი დღესო რაღაცა გაუკეთო ხვალ რა გეგუშნი ეს ხო გაგიკეთეო არაფერი არ აი თვალებშიო ჩაგხედავს უტიფრად იქ ოჯახები რო ამოხოცა აი ოჯახი რო ამოხოცა იმ სვანეთში აი მაგას უტიფრად რას ლაპარაკობს აი რა მე მაქვს მოსმენელი ამის და მაგ მოსაკლავები და ერთიო 4 ვინც დაიჭერეს კიდე ერთი ოჯახშიო ის ყავდა თო რა მოსამსახურეს მოჯ მონაყავდა თო ანუ იმათ ვინ იყო ის ტიპი ამათ ვაფშე არის იგი ამან ჩათვალა ის იგი მონაყ ვინ გეკითხება ვინ ხარ ვაფშე რომ ამ რაღაცებს აკეთებ მოღალატე კაცი ხარ რომელსაც ყველამ ვიცი თემა საქართველოს რას გააკეთე შენიანები გაგემიჟნე და სააკაშულზე მზედამთვარე რომ ამოგდეს ისიც გაგემიჟნე და ჯერ სადა ხარ მაგას რამე სერიოზული მიმოხილვა მოყვეს რამდენი გაგემიჟნება კი არა ყველა გაგემიჟნება შენ ხო და გამოდი და თქვი რა კაცურად შემეშალა რა და მორჩება რა არა ბიჭო კაცურად თქვა კაცი უნდა იყოს ვიწყები არიან ხო და აი ყველანაირ გამოსავალს ეძებენ რომ გამოძრნენ სიტუაცია რუსული ის და მტკნარი სიცრუესო წინ მტკნარი უნდა დააყოლო სიტყვა გავიგეთ რომ იცი და ეს მტკნარი სიცრუე რა არის კაცმა გამოხვედი ილაპარაკე და გეკითხებიან ეს რაც ილაპარაკე სახიფა თუ არ არისო და მტკნარი სიცრუე ვინა სიცრუე რაც ილაპარაკე ეგ გითხრეს ეს რომელი სიმღერიდან ეცი აი ელენე ხოშტარია რომ რუსებს ებრძვის და რუსეთიდან რუბლებს რო იღებს მაგალითად და იქ ქორწილებს რო მიდის და ხო შლის და თვითონ სახლებს რო აქირავებენ რუსებზე აი ზუსტად ეგ მომენტი აი ეგ ამას გამახსენდა და გუშინ მაგალითად ერთ-ერთი აი გაქანებული ნაცი ის არის რა ქვია მომღერალი აი დამავიწყა გვარი ხა ჩავრთავ აი უტიფარი თავხედი უბრალოდ აი ესეთები არიან ყველანი მოусვინე იცი რა მინდა თქვა კახეთში მე მაქვს ასტუმრო და იქ როდესაც რუსები რეკავენ ხოლმე რაღაცა ან ღონისძიებონო თან ქორწილი რაღაცა ყოველთვის ამბობთ უარს გამარჯობა თქვენ დავკავშირდით გიორგი უშიტიშვილის შადომარა გთხოვთ დაელოდოთ ჩვენ მალე გიპასუხებთ გამარჯობა ბიჭებო მაინტერესებს ნომრები თუ არის თქვენთან შესაძლებელი რომ დავჯავშნოთ რამდენიმე დღით 4-დან ყავს ტურისტები და მინდა რომ გამოვშ თვითონაც იყვნენ დაინტერესებული რუსეთიდან არიან და აი მაგალითად ორ შაბათს გვაქვს რამდენიმე ნომერი თავისუფალი რუსეთიდან არიან რა და ან ღვინის დეგუსტაცია რაღაცა მსგავსი აქტივობები ხო არ გაქვთ ჯერჯერობით დაგეგმილი არ გვაქვს მაგრამ ღვინოები გვაქვს არ იქნება წესით პრობლემა რომ დავაგემოვნებინოთ ღვინოები დავჯავშნოთ მაშინ
კარგით, არ არის პრობლემა, დაგეუძებით. ხშირად ყავთ ისე უცხოელი სტუმრები? ძალიან ხშირად. საიდან მოდიან ხოლმე ყველაზე ხშირად? რა ვიცი, გერმანელები, პოლონელები, რუსები არიან ხოლმე. ბოლოს აკაიროსლოთ რო თავება. ფარისეულები ესეთი არიან. თავხედები არიან და ესეთი თავხედები არიან. არა, ფარაი რა, როგორ არ ცხონით, ანუ გამოგიჭერენ მაგაში, რომ ანუ მაგას აკეთებ. ამაზე პასუხი ექნება, ხო იცი, ეხლა რო უთხრა, ამაში შეცდება ბარამიძესნაირად აი ესე ნაგლს გამოძრომას. ან როგორც მიშამ შულდაძე რომ რუსებს მიყიდა თუ მიაქირავო სახი და მე თავრობას აბრალებდა რა უქნაობა სხვა ტურისტი არ ჩამოდისოდა. თქვენი ბრალიაო მე რუსებს ვაქირავებ. ელენე ხოშტარი ოფიცრად მამამისი ხო რუბლებს იღებს ხო რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. იმასაც აправებდა რომ პირდაპირ ნაგლად რომ ეს ფული იმას რო არ გამოვართვაო მე ის რუსულ ტანკებს ხო აი ესე ნაგლად და მე მიდიან და აქ რუსულ რაღაც დადიან და პუტინს აგინებენ და იქ ტურისტულ ზონებში იგინებიან იფურთხებიან მაგრამ თვითონ რუსებისგან ფულს შოულობენ. მე კი არ ვიცი რომ არის შოუ, მაგრამ თუ შოუ, მაშინ ამასაც ნუაკეთებ. ვინ ის არის იყო? მიშამ შულდაძე არის იყო რუსან მიყიდა სახლი ახლა რომ ამოუგდეს ოთახის ნიუსი. ეგ 10 წამის წინ. ო, ანუ თავარი ეგ არის. ანუ და რა ისა რა ქვია, ვაშაძე რა არაძლებდა რუსებს ყიდა და აქირავებდა სახლი. ხო და აი ამაკ და წარმოიდგინე ესენი დგანან, ესენი არიან ეგენი და ამათ უკან ხალხი დგას და იმათ ჯერათ რომ ესენი პატიოსანი წესიერი ხა აი კობახიძემ თქვა ეხლა ზუსტი რამოდე გუშინ თქვა მე მგონი რომ ესენი რუსოფობიაშიც გულწრფელები არ არიან. ანუ ვითომ რუსოფობები არის? გულის სიღრმეში მართლა ეგრე არის. ანუ ეს ტიპები რა ეს ელიტა ოპოზიცია ესენი არიან. ანუ რომ იცოდი ზიზღი არა აქვს ანუ ბუნებრივი ზიზღი არა აქვს რუსების მიმართ, მაგრამ ამას თამაშობენ და ხალხს აჩვენებენ რომ ხალხში აზიზღო, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ქართველები ესეთი ხალხი ვართ და ვერ შეგვა არასდროს არავინ არ გვეზიზღებოდა ჩვენ ხალხი ეთნოს გულისხმობ და ნებისმიერ ადამიანი აქ რო ჩამოდის პირველი იმას აფასებს როგორ ვერ ვთვიერთობით ჩვენ ხალხს, ოღონდ რუსს კი არა, რუსს და ჩინელსაც და ამერიკელსაც. ყველას ერთნაირად ვუდგებით და ეს არის ჩვენი თავარი ხაზი, ხო, ესე ვთქვათ, ხო? და ესე ვიყავთ ის ანუ ჩვენ ვერავის ვერ შეგვაზიზღებენ. თვითონ ამათაც ჩანს რომ ამათაც არ ეზიზღებათ უბრალოდ ეს ტელევიზიებით გველაპარაკობთ, რომ ესე მეგობრობენ, გაქალობენ, სახლებს აზევენ, ქირაობენ, ერთად ჭამენ, ერთად სვამენ. ესე არიან უბრალოდ ტელევიზიაში გამოდიან. კი, მოდი ახლა ერთი ზუსტად შენ ნათქვამის ვიდეოს დაურთავ ყველაფერს და ყველაფერი ნათელია. ჩვენი მხრიდან გახსნილია სავიზო რეჟიმი, ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს. ბიზნეს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ციფრებს რო შეხედოთ, მინდა გითხრათ რომ გაიზარდა კიდევაც ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს კი, დამსხვილი ბრუნვაა. ჩვენ ვართ გახსნილები რუსეთთან ურთიერთობისთვის, ჩვენ პირიქით არანაირი პრობლემა არ აქვს. ჯაფარიძე არ გახსოვს? რუსეთთან გახსნილი პრობლემა არა აქვს, გაიგე? პრობლემა მე შეექმნათ, ანუ თვითონ რო ვეღარ ჭამენ იქ რა. ეხლა შეექმნათ პრობლემა, ანუ დღემდე მაგაში არის და წარმოიდგინე, პრობლემა ჩვენო არ გახსნილი გვაქვს. ეს ყველაფერი ხდება ომის მერე. მერე ხო? ანუ ეს ერთი. ეს მარტივი აი ხელის გულზე როდოს ერთი. ეს ორი, მეორე. ამას შეხედე. ერთია პრეზიდენტ პუტინ რომელიც ბათმასის კაცია და Luba uspreskaro დამიჯდა რომ დამიწყო თავისი მივხვდი რა არის რუსი რესპონდენტი გახსნილი თავისუფალი. თუმცა რუსეთთან მიმართებაშიც შეგახსენებთ რომ ხარი დაუჭირეთ მის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. სამხრივად დავაწესეთ უვიზო მიმოსვლა русეთის მოქალაქეებთან. ეს საქართველოს მხრიდან русეთის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. საქართველოს არ არის მტრული ქვეყანა. Те россияне, которые едут с туризмом, со всеми хорошими намерениями делать бизнес, будет очень приветствовать. Приезжайте вы. Турист совсем часто ездит, нет? Сейчас хотя бы виза не нужна. Нет, наоборот, надо, чтобы почаще ездили другие. ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს. ჩვენ ვართ გახსნილები რუსეთთან ურთიერთობისთვის, ჩვენ პირიქით არანაირი პრობლემა არ აქვს. ჩვენთვის აი ეს რუსეთთან ურთიერთობა სახალხო დიპლომატია ეს არის, რომ აქ გადმოვა 100,000-ობით რუსი, აი მარტო ამ სასტუმროს გულისთვის. იმდენი რუსი იქნება ნამყოფი და იმდენად დარწმუნებული იქნება, რომ შვიდობიანი ნორმალური ადგილი. ჩვენი მათი შეკაების და ურთიერთობის აღდგენის გზა არის ხალხს შორის ურთიერთობა. ეს უკვე მიდის რა. რამდენჯერმე კამერის გარეშე მივედი საზღვართან და ხელი ჩამოვარდა, ერთხელ კამერით ვიყავი და რამდენჯერმე ისე. აი უნდა ნახოთ რა რეაქცია აქვს. არ არის ხალხი იქ ჩვენი მტერი. თუ შევეცდებით რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველანაირი რუსეთის რიტორიკულად გაღიზიანებისა მე საერთოდ არა ვარ მომხრე რომ მართლა ყველა უნიშენკოს განცხადებაზე გამოვიდეს პრემიერი ან თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი და ილანძღოს რაც უდები არიან რუსეთი. აქ არის ემოციებზე საუბარი. აქ არის პრაგმატულად აძლევ თუ არა ჩვენ რუსებს ამ ბერკეტს.
ფულის ასე ვთქვათ, სუნი არ უდის, ნებისმიერი ინვესტიცია კაპიტალის საქართველოში არის მისასალმებელი. ის რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის რუსეთის ბაზარზე თუ ამას ეს მოყვება მეც ვიდრე დღეს შოულობს ეს ნიშნავს რომ ეს არის კარგი. პრემიერ-მინისტრის კანდიდატმა ახსენა რომ პრობლემა ყოფილა თურმე ის რომ გასულ წლებში რუსულ კომპანიებზე მოხდაო რაღაც აქტივების გაყიდვა. და რა პრობლემა არის ეს ვინმე მოდესმე თქვა ჩვენი მხრიდან რომ რაღაც პრობლემა არის რუსულ კომპანიებზე გაყიდვა, რომელიმე რუსულმა კომპანია რომელიც შემოვიდა ქართულ ბაზარზე რაიმე სახით დააზიანა საქართველოს ინტერესები, რაც შევა ბევრი კომპანია შემოიყო, თუნდაც რუსული იყოს, თუ ეს რუსული კომპანიები ითამაშებენ ქართული ბაზრის წესებით საქართველოს დადგენილი კანონმდებლობით არანაირი პრობლემა ამაში არ არის. რაც მე ფულ შემოიტანე, რაც მე ხალხს დაასაგებენ, ვიქტორ როკაგერ ამას უნდა მიესალმოთ. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლიბერალური რეჟიმი რუსეთთან მიმართებაში, თუნდაც ვაჭრობის კუთხით ნებისმიერ ამის შეუძლია შემოიტანონ, მაგრამ ფულით შეუძლია შემოიტანონ, თვითონაც შეუძლია შემოიტანონ, პროდუქციას შეუძლია მოსახლეობას ნებისმიერ ჩვენსკენ პრობლემად შემოიტანონ. ის რა მოინტერესებს, რა მოხდა მერე? ესე იყვნენ და მერე რა მოხდა? სადგა აქ ყველას გიყურებთ, რომ ძალიან ოკეი ხართ რუსეთზე, ყველანაირი მხრივ, გინდა ხალხი, გინდა ტურისტი, გინდა ფინანსური, გინდა ეკონომიკურად, გინდა ყველაფერი გაწყობთ, ყველაფერს ჭამთ, სვავთ გემრიელად რუს ტურისტებს ეპატიჟებით და მე მაინტერესებს. და რა მოხდა? მერე რა ხო? რა მოხდა და მაშინ ობამა იყო პრეზიდენტი. ობამას ჰქონდა ესეთი გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან. და ეს პერიოდი დაიმთხვა და რუსეთთან დასტაბილურება და ურთიერთობების აღდგენა მიდიოდა და ნორმალიზაცია რა რუსეთს და ამერიკას შორის. უბრალოდ ეს ხო მარიონეტი იყო შეულებრივად ამ დასავლეთის ხო? ეს უთხრეს რომ ეხა ეს არის საჭირო, მე ხელის ხო მოაწერა კაცო რა მას რა ქვია, ცხინვალის დაბომის შედეგად ფათომაშტაბი ომში რომ გადაიზარდა თვითონაც ხელი ხო მაგასაც და მე იქ დავეხმარეთო რუსეთს რომ სავაჭრო იმაში შესული ხო და მაგას გეუნე ეს იყო დასავლეთის მხრიდან ან ჩვენ ემბარგო ხო დაგვადეს ამ ომის შედეგად ჩვენ ემბარგო დაგვადეს მაგალითად იარაღზე შეიარაღებაზე და ასევე ჯარის ჩვენ არ გვაქვს უფლება 35000-ზე მეტი ჯარისკაცი ყავდეს ამ ომის შედეგად ევროპამ ან დასავლეთმა დაგვადო სანქციები მაგ ომის შემდეგ და ეს ყველაფერი იყო ანუ შეთანხმებოდა ესენი ხო იმათი ნაწილი არის ჭინკები ხო არიან რაღაც ჭანჭიკები ხო ზუსტად და ამერიკას რა პოლიტიკას ქონდა მაშინ ესენი ამ პოლიტიკის გამგზელებლები იყვნენ გადატვირთვის პოლიტიკა მაგრამ ეხლა 2002-ში საერთოდ სხვა პოლიტიკა იყო ეხლა პირიქით რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკა იყო და საერთოდ დატრია და საპირისპიროდ ყველაფერი და ეხლა რუსეთი გახდა მტერი ანუ ნახე როგორი პარადოქსია 2008 წელს ჩვენ რო დაგვესხა რუსეთი და ჩვენ ქვეყანას ბომბავდა და ტერიტორიები რო კიდევ უფრო მეტი დავკარგეთ, მაშინ რუსეთი ჩვენი მტერი არ იყო. და 2022 წელს უკრაინას რო თავს დაესხა, მაშინ გახდა ჩვენი მტერი რუსეთი. აი ეს არის სიმართლე და ანუ ოღონდ რა ხდება, კი, თავი რა არის. საზოგადოებაც აყოლილი იყო. ანუ წარმოიდგინე აი ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ როგორ შეიძლება პროპაგანდა ხალხს აურიოს ტვინი და მარტივად მართოს. აი ედუარდ ბარნეისი არის მამადითვლება 1928 წელს აქვს დაწერილი წიგნი პროპაგანდა. ეს წიგნი უნდა წაიკითხო, მიხვდები როგორ მარტივად არის შესაძლებლები მასების მართვა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა. აი კიდე ირანის მაგალითი, როგორ ირანი ხო ყველას ლიბერალებს ხო ყველას ზულს ირანი არის ბოროტებაა, ხო? და მაგრამ საუდის არაბეთში არავინ არ არის, მაგრამ საუდის არაბეთში არჩევნები საერთოდ არ ტარდება. მეფე ყავთ, იქ არჩევნები მაინც ტარდება, 14 ქალი დეპუტატი ყავთ, უამრავი განსხვავება ეს დემოკრატიულად რო შეადარო ეს ორი ქვეყანა. მაგრამ ამას ყველა დუმს, ხო, საუდის არაბეთის პრობლემა ირანი მტერი. აი აქაც იგივე მოხდა. როგორ ბიჭო, ქართველი ხარ. ჩვენ მაშინაც პრობლემა ჩვენ იგივე აზრი ვიყავთ მაშინაც ეხლა ქართველი ხარ 2000 წელს დაგბომბეს შენ ტერიტორიები იმის მერე პრობლემა არ ქონდა. ანუ საზოგადოებას რა ესენი ხო მართავდნენ საზოგადოება ხო არ გამოსულა ამის წინააღმდეგ მაშინ და აი ხელისუფლება ანუ ის ხალხი ვინც ამათთან არიან ხო ჩუმად იყვნენ და ეხლა 2022 წელს აგერ სხვა ქვეყანა დაბომბეს ომი დაიწყო და ეს გახდა ამის შემდეგ გახდა რუსეთი მოძულე და ამის შემდეგ ჩაუფურთხეთ და რუსეთი არ შემოუშვა და იქ კონცერტებზე არ ვიარო და არა მაშინ დადიოდნენ კონცერტებზეც საჭმელსაც ჭამდნენ რუს ტურისტებს აგერ მაგალითები ხო უამრავი მაგას ეხლა ჩვევია ეს არა ხო ამას ეხლა ხო ჩუმად ჩვევიან მაგას ვიძახი მიხვდი ეხლა ჩუმად ჩვევიან და საჯარო სხვა რაღაცას ლაპარაკობ იმიტომ რომ ამაშიც ჩანს როგორი მართულებიც არიან ის მაშინ სხვა პოლიტიკა იყო ეხლა სხვა პოლიტიკა არის და ესეთი მონები არიან ეს საზოგადოება ეხლა და მეტი ილუსტრაცია, მეტი აი სააშკაროზე მეტი რა უნდა გამოვიტანოთ, ხო? რომ ნათელი მაგალითია შენ ანუ დედაზე მეტად დედინაცვალი რო გიყვარს ეგ მომენტია რა. აი შენი ქვეყანა დაბომეს და არა გაქვს პრობლემა და სხვა ქვეყანას ბომბავი და მაშინ გეზიზღება ის ქვეყანა და მაშინ უართ იძახი კონცერტებზე, რომელზეც ყოველდღე იქ ჩადიოდი.
კი, და შენი ქვეყანა დაბომბეს და წავხვედი და გადაეცი სტრატეგიული მაგას გეუბნები და დაგვიხურე საზღვარზე ხვდებოდი იქ რომ გეპატიჟებოდი. კი, და მე ცალმხრივად შენი ქვეყნის წინააღმდეგ რომ რაღაც საკეთე უკვე მოღალატე ხარ რა. მანდ და აი ხა ნახე რა. აი ეს ვითარებაა რომ ჯერ ომის მხარეს როგორ უნდა იყო, ჯერ ვინც ყველაზე მეტად უნდა ცდილობდეს ამ ომის დამთავრებას, ის არის წამქეზებელი ამ ომის. უკრაინა და რუსეთის ომის გულისხმობა და რითი თქმა უნდა. ისინი გამოდიან რა, წარმოიდგინე და უკრაინის დროშებით, ანუ რა მაინტერესებს მე? ესენი აი აქაური ჩვენი ნაყიდი რაღაცნაირი ეგენი და სლავა უკრაინეები. იმენა ზელენსკის ფანები არიან თუ ზოგადად უკრაინული სახელმწიფოს, უკრაინელი ხალხის მაგას ვერ ვიგებ, იმიტომ ნახე რა ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მე მარტო არ მხვდება და შენ მარტო არ ხდება, ყველასთვის ცნობილია, რომ უკრაინაში, ყველა ქალაქში დაძდევენ ქუჩაში ხალხს, მანქანებიდან სვავენ, ტრანსპორტიდან სვავენ, ინვალიდები მიყავთ, ჯოხიანი კაცები მიყავთ, ანუ იქ უკვე ამბავია ამაზე და ხელი ახლა თქვენ როდის გაიგებთ ვითომ რო გაიგებთ მაგ ამბავს არ ვიცი მაგრამ უკვე ის ამბავია რომ ამათ უკვე დიდი პროტესტი არის უკვე ატეხილი ნელ-ნელა უფრო და უფრო ძალას იკრებს ეს პროტესტი და ამათ დაერევიან კი არა სახლები და გამოათრევენ აი ამ ეს გაზულუქებული ტიპები 19 წლის ვარ ერთი ბიჭი ყვირის ბიჭო რა სადმე ყავართ თავი დამანებეთო და მიათრევენ და ცემენ თან წიხლებ ესენი просто ანუ არ ხდება არ ხედავთ თუ ანუ ამაზე რო თვალს უჭავთ რომელი ადამიანობა არის ეგ ვერ ხვდები და ესე იგი ბალეშიკობთ უკრაინას ომში სადაც ქუჩიდან წაყვანილი ადამიანები მიყავთ ფრონტის ხაზზე პირველ ხაზზე და საჯგანად აგდებენ იმას თუ იმით იმშიეთ მე რომ 10 აქ რო დაიღუპება 100 იქ იღუპება და რა მაგარია აი ესე რა ეს ადამიანები ვაფშე მაგრამ ესენი ადამიანები არ არის. აი ხა 5 წუთი რას ვლაპარაკობ, ეს არის მაგალითი მაგის, ეს არის ზუსტად მართულები რო არის რა სირცხვილია, პროსტა აი ამაში რო ხარ და როგორ შეიძლება? არ გახსოვს რუსეთ საქართველოს უკრაინა მე ზოგი რო გამოდიოდა მე უკრაინის მხარეს ვარ, ხო? ანა ფეგუს. ისო გამოდიოდა ის საზიზღრობა კიდე სლავო ისო რა ქვიაო. ჩემი პრეზიდენტი დილით რომ ვიდეო, კაი ხსენე, წამეგვიდო შენახული. საზიზღრობა, ეგ ვაფშე აი რა, ქართველი კი არა, ეგ ვაფშე. ეს ვინ არის ხო, აი რა არსება, ადამიანიც არ არის მე მგონი. სად არის ვაფშე? ყოველი დილა იწყება ჩემი იმით რომ შევდივარ და გულის კანკალით ნახო ეს კაცი ხოცოცხალია. მე ამოვისუნთქებ და მე აუცილებლად მის რომელიმე ვიდეოს ქვემოთ დაუწერ ერთ ფრაზას. ну ინგლისურად წარ ხოლმე გაგიმარჯოს ჩემო პრეზიდენტო და ქვემოთ უსვამ ხოლმე აი ამ ჩემს სურათს მე მყავს ერთადერთი პრეზიდენტი რომელსაც ქვია ზელენსკი და მე რამდენიმე ენაზე მათ შორის რუსულადაც მაქვს დაწერილი მათ შორის რუსულად ხა ზიზღრები აი წარმოიდგინე აი ეს ხა ესეთი პიროვნებები საერთოდ ტელესირცეებში როგორ უნდა არსებობა ეს როგორ უნდა თქვა ესენი არსებობენ თავისთავად ტელესირცეებში სადაც ანუ იმენა აი ეს თუ მოვა და ამას თუ იტყვის რა ნორმალური კაცი თავმოყარე მანდ არ ხა ქვეყნის აი შენი თავრობა როგორც არ უნდა მოგწონდეს და რაღაცა სიტუაციაზე ცუდად ხო დამოკიდებული შე აი ეს განცხადება როგორ უნდა მე მყავს ერთადერთი პრეზიდენტი ზელენსკი და ზელენსკი ხა ყველა გახდოდ ისინი არესტოვიჩი და ისინი რო იყვნენ ყველა უკვე ზელენსკის წინააღმდეგ არის ყველა ჯერ სადახარში რა მაგას ზალუჟნი ხო იყო თავდაცვის მინისტრი უკრაინის ხო მე წავიდა ეხლა არის უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში თვითონ ზალუჟნი პირდაპირ გამოვიდა და თქვა რომ ნატოში ჩვენი გაწევრიანება არის ზღაპარის არის უდიდესი ტყუილი ამას ზელენსკიც ხო იძახ ნუ ეხლა ესეც გამოდიოდა მე პირდაპირ თქვა რომ ნატოს ჯარები რუს ფრონტის ხაზზე 10 წლეულებით ჩამორჩება რუსეთის შეიარაღებას პირდაპირ განაცხადა თავდაცვის მინისტრი იყო ანუ სერიოზულ კრიზისში არიან. ეხლა კიდე იქ ისეთ ცუდ მდგომარეობაშია უკრაინა, ისეთ საშინელ მდგომარეობა. ეხლა უკვე ანტისარაკეტო სისტემებიც აღარ აქვს, ეს პეტრიოტების პრობლემაც აქვს. ხალხის პრობლემა. აუ, საშინელ მდგომარეობაში არიან და ვიღაცები გამოდიან ეხლა კიდე და იძახენ უკრაინა იგებსო. რომ რატო იქ რომ მაგალითად ისინი აუფეთქეს დრონებით შეტევები როა და ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნებს რო უფეთქებენ და რაღაცა ეს გონიათ უკრაინის გამარჯვებად. არა და კატასტროფა 2000 კილომეტრი არის ფრონტის ხაზი არის. უკვე დონეცკისა, ნიკოლაევის და ოდესას დაბომბები დაიწყეს. ანუ მიდის რომ მთლიანი ზღვა შეიძლება კი არა დიდი ალბათ ეგ მოხდება რომ უკრაინას მთლიან ზღვას წაართმევენ. და მე როგორი მომენტია, იცი, დასავლეთ უკრაინა როგორ არის, ანუ
სადღაც პუტინი გამოვიდა ცოტა ხნის და განაცხადა. ანუ სტალინმაო ეს ტერიტორიები, ანუ დასავლეთ უკრაინის ტერიტორიები. უკრაია ეგერ ქვაო ვაფშე რა, ეგრე მიჩგა გადაცავა მიცაო. ანუ რუმინეთის, პოლონეთის და უნგრეთის ტერიტორიები, მაგათ წაართვა ტერიტორიები და უკრაინას მიუერთავ. ეს 2 წელიწადში, 5 წელიწადში თუ 20 წელიწადში, აი ეს არ ვიცი როდის მოხდება, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, რომ ეს ტერიტორიები დაუბრუნდებათო თავის ქვეყნებსო. ანუ ნახე რა ხდება აღმოსავლეთ უკრაინას თლიანად ზღვით რუსეთი წაიღებს და დასავლეთ უკრაინას რაც ტერიტორიები წაიღებს რუმინეთი, პოლონეთი და უნგრეთი, რომელიმე უარს იტყვის. პოლონეთი უკრაინელების ატანა არა აქვს ეს ეთნიკური კონფლიქტია მათ შორის. აი როგორც აი რაღაც ხო არის აი ირანი, ისრაელი დაახლოებით აი იგივე ის აქვს. ხელისუფლებას კი არ ვიძახი, ხალხს შორის 100,000 პოლონელი ყავთ ამოწყვეტილი უკრაინელ ფაშისტებს მეორე მსოფლიო ომის დროს და პოლონეთში ძეგლი დგას სამკაპით არის ესე ბავშვი უკრაინელი თავი რო არის ანუ ბავშვი პატარა ბავშვია სამკაპზე ესე წამოცმული რა და აი მიმის ის არის რა ქვია ანუ ეს ქანდაკება იმასაა ამა ეს 100,000 ადამიანი რო ამოწყვეტ იქ ბავშვები და ქალებიც ხოცავდნენ ეს უკრაინა ანუ აქ სერიოზული კონფლიქტი არის მე ხვდი რა არავინ არ იტყვის უარს და ეს უკრაინა შეიძლება საერთოდ გაქრეს რუკიდან აი ეს მიიღეს აი ეს ქნა ზელენსკიმ და ეს ჩემო პრეზიდენტო რო გამოდის ეხლა ზედამთვარე რო ამოდის ნუ აი რაზე უნდა ვილაპარაკოთ ეხლა და მე გუშინ რაღაცა ვიდეო დავდე გადაცემიდან ვიყავი რომ მეთქი ზელენსკის დღეები ანუ ომი რო დასრულდება ის 1 წელში მოხდება 2 წელში ამას არავინ არ აპატიებს ზელენსკი აუცილებლად მოხდება რაღაცა შუბში ან რამე რა ანუ ვერ გადარჩება ეს არ არსებობს ეს ამას ეპატიოს არც უკრაინელი რუსები ხო არ აპატიებენ მაგრამ თვითონ უკრაინელები არ აპატიებენ ბიჭო ამას ვინ აპატიებს წაგებული ომიდან რომ იქ ხალხი დაბრუნდება ზელენსკი როგორ ფიქრობ რომ რო თქვა რომ ომი რო დასრულდება ზღვაზე დავისვენებო ვინ ზღვაზე ვინ დაასვენებს ზელენსკი ჯერ ის ხალხი ნახე იქ ვინც აი ბავშვებს და იმათ მიათრევენ იმაში მაგას გეუბნებით ხო მაგას ვიძახი ხო რა ზღვაზე დასვენება ეს ზღვა რატო ტყიცი ეხლა რომ ოდესა ნიკოლაევის დაბომბვა დაიწყეს და ამის აი ეგ თქვა რომ ჩვენ ზღვას ვერავინ ვერ წაგვართმევს ომი რო დასრულდება ზღვაზე წავალო ან ეს ის გააკეთო რომ ზღვას ვერ წაგვართმევენ და ნუ ეგ მიდის ეგ პროცესია უკვე და ამასობაში აქეთ ეს ხდება იქ ის აქ ის იქენ თურქებმა შეტევა და აქედან უკრაინაში აქედან ისა აი ეს ჩამორჩა დროს ამერიკაში ხო თუ კანადაში ხო წინ არიან თუ უკან არიან 9 საათი თუ 8 საათი ამას აროჭკა ჩაიცვა მიაყენა ტაქსი და გადმოვიდა და გადაწყვეტილება მიიღო რომ ვინმეს დაარტყას რა ჩაგირთავე ხო აი მოგონი მივხვდი ტაქსზე მივხვდი ამერიკის ტაქსზე მივხვდი მე ოფეშიოს რო აბრალებდა ხო მიმართვა პატრიარქს მაგის ბრალია რომ მე მუქარა ნარევი დაპირება ესე მაგის ვიდეო მეც მაქვს ერთი აი არ გაგიტარებ ყველაზე ნაზად თქვა მაგ ტექსტში რაც შეიძლებოდა არა და ყველაზე ომახიანად უნდა ითქვა მომის ვინე რაღაცა გინდა რომ რაღაცა წარმოვადგინო თავი შენ მაქსიმუმ გაატარებ ვინმე რომ მოგადგება უკინა შუქელს რო აგინთებს და მოგესიგნალებს გაიწიო იმას გაატარებ შენ მეტი ვერავის ვერსად ვერც გაატარებ ვერც გამოვატარებ და კი შენ გაატარე შენამდე ან შემდეგი ვინც იქნება როგორც იქნება აი მაგას შენ გაატარე არ გიხდება ესე გაგიტარებთ და ამას არ ვიზა ვისებს ჩვენ პატრიარქს ბიჭო ანუ აი გატასავდი ეხა მართლა აქ ამას უნდა გაატარე რა უკან რა მოგიტარებთ და აი იმუქრებით ან აი ვინებით ან იცი აი ეს ეხა მართლა აქ ხო ეს თავისნებით კი არ ჩამოსულა ამერიკიდან ეს აქ ჩამოიყვანეს და ეხა აპირებენ პოდკასტი გააკეთოს ამან. და ისეთი ტიპები რატო და მეუფე რაღა მეუფე პეტრე რო არის ადრე რომ მეუფე იყო ხო? პეტრეცავა. ეს ცავა იკიმენა ზუსტად საზოგადოება ქნიან ეხა პოდკასტს. თქვენ იპოვეთ კიდევ ვინმე თუ ხართ ეგეთები და შეიკრიბეთ მაგრამ გვეცნო რომ ერთად ხართ. ვინმე დაწყება სურათი ხო გახსოვს მე? კი აი ზუსტად. ეგ სურათი ეხა გავიდე კაი გამახსენე. ვინმე იპოვეთ კიდე გეყოლებათ ეგეთები. კი რამდენი არიან ეგეთები. ხო წარმოგიდგენთ ეხა ესენი აპირებენ პოდკასტ შექმნას და ანუ თან რა წარმოდგენათ რომ აი ეკლესიის
მტრები არიან პირდაპირ, ხო? და ესე ამათ რაღაცა იმედი აქვს, რომ ამ პოდკასტებით ამით რაღაცა ამით შეცვლიან და ვიღაცას რაღაცა სხვანაირად. ეს ვაფშე როგორ აჩერებდნენ ამას აქამდე, ვაფშე როგორ იყო? არა, ხო, ეს სამარცხინო ეს. ეს მართლაც და რო გაიკაბა, რო გახადეს და რო დავიდე თეთრი ხალათით და ბასენზე ტიტუელი ეგრე. მანამდე იცვამდა. ფუ, მართლა რო ვერ გაგიგია ვინ ხარ და რა გინდა. ამაზრდენი, ხო, ამაზრდენი. ხო და მოდი ნენო წავიდე დასასრულისკენ შენ გადაცემას ერთი ვიდეოთი დავასრულოთ ეხლა რაღაც ბევრი რუსეთზე რაღაცაზე ვილაპარაკე და აი სერიოზული პიროვნება ჩავთოთ ამით დავასრულოთ აი ჩემპიონი ყველაფერში ჩემპიონი ნომერ პირველია ყველაფერში ამაშიც ერთოდ რუსეთის მომხრეები ცხოვრებაში არის რუსული აეროპორტებში ვიკარგებია ხოთეშუს მეც ვიკარგებია წაჭიგარი არა ვიწყდებ არას ლაპარაკობდა და უცებ ახსენდა არა ეგ არის შინაგანად ეგ ტიპი აი ირანში არ გასოს ვიდეო რო ჩავდი იქიდან ირანის დიდება და რაღაცებს რო იძახდა რამდენჯერ არის წარმოიდგინე აეროპორტში დაკარგული რომ ვერ დაატკაცა ეგ რო არაო ვინმე მარ მითხეს შენ ამდენს ხასნა ნახე რომ დაიკარგა რა დამწვარია ეგ ის არის ხაშლამას ისტორია ხო გასოს აი 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 ისტორია მახსენდება აი ყველაზე მაგრა რონანოს ცხოვრებაში რომ ხაშლამის ნაჭერი დაასწრო ვიღაცა. ვახ. დავიდეთ დასასრულისკენ თორნიკე და მაყურებელს უთხრათ რომ სექტემბრამდე დავემშვიდობოთ და შემდეგ გადაცემა დაიდება სექტემბერში. სექტემბერში ხო, ეს სეზონი დავასრულოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა ჩვენი გულშემატკივრობისთვის, ჩვენი მხარდაჭერისთვის, ჩვენი ყურებისთვის. და დაგიბრუნდებით სექტემბრიდან ახალი სეზონით და ახალი გადაცემებით. მადლობა მეგობრებო, რომ გიყურებდით. მომავალ შეხვედრები კარგად გრძანდებოდეთ, შევხვდებით ერთმანეთს სექტემბერში ახალი ენერგიებით. კარგად გრძანდებოდეთ.